დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს 17 აგვისტოა და დღეს ვიმყოფებით ისევ გუდამაყარში. წინა კვირას ვიყავით ჩვენ გუდამაყრის რამოდენიმე სოფელი გადავიღეთ. აი წინა კვირას ვიყავით ჩვენ ესე იგი ეს გზა მიდის ბაკურხევისკენ. ამ ხეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილი არის დასახლება ბაკურხევი. ხო და ასე ვიყავით ჩვენ წასულები წინა კვირას და ეხლა მივდივართ ჩვენ ერთ-ერთი სოფელი ძალიან აღფრთოვანებული დარჩი სოფელში. სოფლამდე მისასვლელი გზა იყო ახლად გაკეთებული ასფალტის გზა. სოფელში იყო წყალიც, ელექტროენერგიაც, სხვათა შორის ინტერნეტიც იყო. მაგრამ პარადოქსული ის იყო, რომ ტელეფონი არ იჭერდა ისეთი ადგილმდებარეობა ჰქონდა სოფელს, მაგრამ ინტერნეტი იყო. სოფლის რამოდენიმე მოსახლეს გამოველაპარაკე, შეგიძლიათ ეს ვიდეო ვიხილოთ, ჩემი წინა ვიდეო არის გუდამაყრის ხეობასთან დაკავშირებით და ვერ მოვასწარით ჩვენ მისვლა რამოდენიმე სოფლის ნახვა მინდოდა წინა კვირას ვერ მოვასწარით და გადავწყვიტე დღეს ისევ წამოსულიყავით და გვენახა ერთ-ერთი უმაღლეს წერტილში არსებული კიდევ ერთი სოფელი გუდამაყარის, ეს არის სოფელი ბოსელი. ეხა ეს გზა მიდის სოფელ ბოსელამდე. ბოსელი. მე მგონი აქ თავდება გზა. სად არის აბა გზა? 2014 წლამდე ცხოვრობდნენ. ნახე მე ინფორმაცია. რამდენიმე ადამიანი იყო დარჩენილი მაგ სოფელში ბოსელში და დღეს ახლა არ ამგონია ვინმე ცხოვრობდეს. აგე დენი არის, ეგე რამხელასახლე უშენები, ეგე აქ სახლამდე მიდის და იქით მერე აღარ მიდის დენი. ეს სახლიც ალბათ კაი ხნის აშენებულია. კაი ადგილზე კი აუშენებია სუბთაჰაერზე ბუნებაში. აბა მანქანით არ ამოდის ხოლმე, ეგერ ბლოკებია, სამშენებლო მასალა და გზა მიდის ეგერ კიდე. გზა სად მიდის? ეს გზა არის ვითომ? ავტობანი არის. ასფალტი აუღრიოთ. მოვედით. აფერი გზა აქ აღარ მიდის და სოფელ ბოსლებამდეც ვერ მევალთ. სად არის გზა? არ არის გზა. ბოსელი ნახე აბა ბესო ახლოს თუ ფეხით თავარ. მეგობრებო, ეხა ჩვენ მივდიოდით გუდამაყრის ერთ-ერთ მაღალ წერტილში არსებულ სოფლამდე, რომელსაც ქვია ბოსელი. 1600 მეტრზე მდებარეობს ეს სოფელი, მაგრამ მივადექით ერთ მონაკვეთს, სადაც მდინარის მიერ არის ჩამორეცხილი ქვაღორღი, ჩამოტანილია და ფაქტიურად გზა აღარ არსებობს, ფიზიკურად აქ მანქანით გასვლა შეუძლებელია, ძალიან გული დამწყდა რომ ვერ მივედით სოფლამდე, მაგრამ არა უშავს. ეხლა ამ ადგილსაც გავჩვენებთ, როგორ არის მდინარის მიერ გაფუჭებული გზა და ჩამორეცხილი მთაა და ფერდობი მთლიანად ჩამოტანილია წვიმის მიერ. და აქ იყო ადრე გზა, ესეთი გზა არის სამანქანე, სადაც აი თავდება და მდინარის მიერ არის გაფუჭებული. ასე მივყვებოდა ალბათ ამ ხევს გზა და ადიოდა სოფელში, მაგრამ ეხლა უკვე გზა აღარ არსებობს. ვაგრძელებთ ეხლა და მივდივართ სხვა სოფელში. წავედით ხო ბესო? გარდა ამისა, სოფელ ბოსლამდე რამოდენიმე სოფელი კიდე არის, ეს ზოგადად გუდამაყრის ხეობა შედგება 22 სოფლისაგან. ყველა სოფლის დათვალიერებას და ყველა სოფელში მისვლას, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ვერ მოახერხებთ. მაგრამ ვეცდებით რამოდენიმე სოფელი გადავიღოთ და გაჩვენოთ. ესეც რაღაც სოფელში შევედით, ეხლა მე ნახავ რა ქვია ამ სოფელს.
აბა ნახებესო. კიტოხი ხო, მეც მიწერია აქ კიტოხი შვარდალკაში. მე ზანდუ, მე კაპტარანი. აღდგენია კაცსახი. ესე იგი ნელ-ნელა ზევით და ზევით მივდივართ რა ახლა. ეს ადგილი არის დაახლოებით 1200 მეტრი იქნება ზღვის დონიდან. ეს გზა სხვათაშორის მე კალაპოტში ჩადის და ჩერეს კალაპოტი მე ადის გორებზე, ხებზე და გადადიხარ სნოში. ვარსა? პერევალი არისო ხო მაგრამ ო, ზევით ადიხარ თოვში და მანქანით გადადიხარ? მე ზაფხულში უნდა წავიდეთ სანამ არო ჩაიკეტა იქ გზა. გადავართ? იქნება ჩაგედი თოვლი დამხრალი. როდის წავიდეთ მაგზაზე? მაგ ბენზინი ვერ გავგავ. დღეს არა გვაქვს ბაბუ დაგეგმილი ჩვენ სნოში წასვლა სხვა გეგმები გვაქვს, მაგრამ როდის დავგეგმოთ? სოფელ კიტოხიში შევედით ახლა ჩვენ, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1260 მეტრზე. ეხლა მდინარეზე გადავალთ, აგერ წინ სახლები ჩანს სოფლის და მერე შევად სოფელ ზანდუკში. სოფელში არისო სამი უბანიო, ნათიანიო, ლაგაზიანი და კოტორიანი. სოფელ ზანდუკში ჯერ არ შევედით, მაგრამ ხო შევალთ. ხო და ეკლესიებიც არის მან და სალოცავებიც. თუ დრო გვექნება გავიაროთ, ნახოთ ხო ეს საკერპო აქეთ საოჯახო სახლი. ეს ახალი აშენებული ხიდია. სანამ ხიდს აშენებდნენ დინარეში გადადიოდნენ? არა. აბა, იქნებოდა ხიდი, მაგრამ დაინგრა. აი წინ გამოჩნდა სოფელი ქავთარანი. არა, ეს და მარცხნივ. აი მარცხნივ რაც ჩანს, ეგ არის ზანდუკი არ არის? ზანდუკი არ დიდებანი. ზანდუკი სად არის? გამოვიარეთ? ზანდუკი ახლა გამოვიარეთ. რამალე გამოვიარეთ, ბიჭო. ანუ ეს მარცხენა მხარეს არის დიდებანი? თუ ახლოს არის რა, ესე იგი ეს სოფლები, ისე რომ ვერ გაიგებ რა, რომელ სოფელში შედიხარ და რომელიდან გამოდიხარ. 3-4 სახლი დგას და სხვა სოფელია. ერთი სახლი და სხვა სოფელია. ჯერ ერთი, მერე მეორე არანაირი ისე წარწერა არა გზაზე, რომ აი მაგალითად რაღაც სოფელი დასახლება დაიწყო, დამთავრდა. სოფელ ჩობალაურში შევდივართ, რომელიც Google Maps-ზე აღნიშნული არ არის, გასაკვირია ძალიან და აქ კიდე შვენიერი ეგერ აბრა გაუკეთებიათ სოფლის. აი ესეთი აბრები უნდა იყოს ყველა სოფლის შესასვლელში და გამოსასვლელში. შესასვლელში მაინც მინიმუმ. აი ხა სოფელ ჩოხში ვართ და ეგერ აბრა გაუმზადებიათ, მაგრამ არაფერი არ აწერია. აწერია, მაგრამ წაშლილია. რატოა წაშლილი? არ ჩანს რა, არა წერია, სად დაწერია. ეგეთ აწერას რა აზრი აქვს, არა ჩანს არაფერი. აწერია, მაგრამ არ აწერია. და გაჩვენოთ. ეხლა მივდივარ მე ანტოხი ქვია ერთ-ერთ სოფელს, რომელიც საკმაოდ მაღალზეა, მანქანით მისასვლელი გზა ამ სოფლამდე არ არის, არის ფეხით ასასვლელი. 2014 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობდა რამოდენიმე ოჯახი და დღესდღეობით იქიდან გამომდინარე, რომ ეხა გაჩვენებთ, მეგობრებო, როგორი ასასვლელი გზა არის. იქიდან გამომდინარე, რომ გზა ამ სოფლამდე ფაქტიურად არ არსებობს. ალბათ სოფელშიც მოსახლე არავინ არ დამხვდება სამწუხაროდ. იმედია მივალ ბოლომდე სოფლამდე და სოფელსაც გადავიღებ. ამ სოფლის მერე კიდევ ერთი სოფელი გვაქვს გეგმაში, სადაც ცხოვრობდა ერთ-ერთი ქართველი ცნობილი მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი გოდერძი ჩოხელი. სახმუზეუმისკენ გავგიათ ბეტონის გზა. ეს არის სახმუზეუმი? ეგ არის ხო? ჩავიდეთ, აბა დავათვალიეროთ. ეს ალბათ რესტავრაციაა გაკეთებული, იმიტომ რომ ახლად აშენებულ შენობას გავს. კოხტად ლამაზად არის ეზო გაკეთებული. სისუფთავეა, სილამაზეა. ბუნება ძალიან ლამაზი. სუფთაა არის, ზევითაც არის. აგერ ზევით აქედან ჩანს ერთ-ერთი მიტოვებული სოფელია, სადაც სამანქანე გზა არ არის.
აი რამოდენიმე სახლი ჩანს. ფეხით არის იქ ასასვლელი გზა, მაგრამ ფეხით რო ავიდე, მერე უკვე სოფელ ჩვენი დანიშნულების ადგილამდე ვეღარ მივაღწევ, რო აღარ დამრჩება, ამიტომ სხვა დროისთვის გადავდებ მაგ ამბავს. არა, სახლ-მუზეუმი არ არის, ეს არის გოდერძი ჩოხილის მუზეუმი. აბა ვიდეთ მეორე სართულზე რა ხდება. გამარჯობა. თამატონ ეს როგორც მივხვდი არის მუზეუმი, ხო, გოდერძი ჩოხის სახლ-მუზეუმი არ არის. სახლ-მუზეუმი ეს სკოლის შენობის იყო ეს 8 წლიანი სკოლა. სკოლა იყო ეს. თავრას კი აი ამ ფორმით და თან იყო ლუკას სახარება გოდერძის ამ სკოლაში გადაღებული. ლუკას სახარება ქონია გოდერძი ჩოხის გადაღებული ამ სკოლაში და ისე სახლ-მუზეუმი არ არის ამ სოფელში. ხო ამ სოფელში დაიბადა გაიზარდა. ეს მაღლა ჩოხშია ეს. არის სახლ-მუზეუმი? არა, სახლი აქვს, სადაც გაიზარდა. ერთ ოთახი ეხლა კი დედინაცვალი ცხოვრობს იმ სახლში. გასაგებია. სახლი. გოდერძი ჩოხის ხელნაწერების ასლებია? კი. ძალიან ლამაზი ხერი. საინტერესო. დიდი მადლობა. ძალიან ლამაზი არაჩვეულებრივი ადგილია. სკოლა ყოფილა ეს, სადაც სწავლობდა გოდერძი ჩოხელი. ასე რომ გვიყურეთ, არხი გამოიწერეთ, ვისაც მოგწონთ დაალაიქეთ, კომენტარში მომწერეთ და თავა წავიდეთ სოფელი ანთოხი დაუთვალიეროთ. დროებით აგემშვიდობებით მალე შევხვდებით. ეს არის მეგობრებო სოფელ ანთოხამდე მისასვლელი გზა. აი თქვენ თვითონ ხედავთ როგორი გზა არის. აქ მანქანით შეუძლებელია ამოსვლა. ისია ეს კლდები ჩამორეცხილი წვიმისგან. ამიტომ გადავწყვიტე ფეხით მისვლა, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს როგორი სიტუაცია ამ სოფელ ანთოხში. თან სამწუხაროდ ვერ ავედი სოფელ ბოსლამდე. ძალიან დიდი სურვილი ქონდა ასულიყავი და მენახა სოფელი ბოსელი, ჯერ ერთი სოფლის სახელიდან გამომდინარე. ალბათ მეცხოველეობას და ეწეოდნენ სოფლის მოსახლეები ამ სოფელში, მაგრამ დღესდღეობით მე როგორც ამოვიკითხე ინფორმაცია, სოფელში არავინ აღარ ცხოვრობს. 2014 წელს კი რამოდენიმე ოჯახი იყო. ხო და ვერ ავედით, იმიტომ რომ გზა არის ძალიან გაფუჭებული, მდინარის მიერ არის წაღებული და სოფელ ბოსლამდე არის კიდევ ერთი სოფელი ანთოხი, სადაც ახლა მე მივდივარ. ძალიან ციცაბო აღმართია ამოსასვლელად და დაახლოებით მანძილი არის დაახლოებით 800 მეტრი. ასე რომ ავალ ახლა და გადავიღებ სოფელ ანთოხსაც. თითქმის ავედი სოფელ ანთოხამდე და
ერთ-ერთი ძალიან გაფუჭებული მონაკვეთი მინდა გაჩვენოთ რა. ისია ეს გზა ჩახრამული წყლისგან, რომ აქ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა მანქანით ამოსვლა. აი ეს იყო, ასე ვთქვათ, ძველი გზა. ასე ადიოდა ზევით, ასე წრეს ურტყავდა, შემოულიდა ამ თას და ადიოდა ზევით სოფელში. დაახლოებით სიღრმე იქნება 70 სანტიმეტრი, ეგერ ხედავთ. ასე რომ გამორიცხული აქ ფეხით თუ ახვალ. და სავარაუდოდ არც არავინ არ დამხვდება ამ სოფელში, მაგრამ მაინც მინდა რომ ავიდე და ვნახო. ნახეთ, რა ლამაზი ხედია აქედან. აუ, რა მაგარია. აი ეს ქვევით არის სოფელი ჩოხი. ზემოთ სავარაუდოდ აგერ იქით მოშორებით რო ჩანს, ის არის ზემო ჩოხი. არაჩვეულებრივი ხედია. იქით აი იმ სოფელს აღარ მახსოვს რა ქვია, მაგრამ იქაც მინდა რომ მივიდეთ. ხეობის მეორე მხარეს არის, ეგ ჩვენ ვართ ხეობის მარჯვენა მხარეს, ზევიდან მდინარე ჩამოედინება ხეობაში და აი მარჯვენა მხარეს არის სოფელი ანთოხი და იქით ხარეს აი ეგ ზევით მთაზე კიდე ხედავთ ერთი დასახლება. დაახლოებით ვართ ეხა ჩვენ ზღვის დონიდან 1450 მეტრზე და ზევით და ზევით კიდე უნდა წავიდეთ. აი ამ ბილიქს უნდა გავუყვეთ, რომ მივაღწიოთ სოფელს. აი ბილიკი მივყვება. მივადექი ერთ დასახლარს. ნახეთ რამ სიმაღლეზეა. და აი აქ როგორ აშენებდნენ, როგორ აშენეს ეს სახლი. და იქ ზევით არის კიდე რაღაცა შენობის მაგვარი. აბა ავიდეთ ერთი იქ. აი რა საინტერესოა აი აქ როგორ ცხოვრობდა ადრე ხალხი. ადამიანები ხო ცხოვრობდნენ ახლა აშენეს ხო? ისეთი ფერდობია, აი ძლივს დავდივარ, ისეთი აღმართებია რა, მაგრამ ფაქტი სახეზია ეგერ. ნასახლარები არის რამოდენიმე და ზევითაც არის რამოდენიმე სახე, სადაც ფიზიკურად ვერ ავედი. ეს ახლა ბილიკი კიდე მიუყვება, აი ეგ ძველი ღობეებია დარჩენილი და აი ეს ბილიკები კიდე მიუყვება და არ ვიცი ხა სადამდე მიდის ეს. ცოტა მინდა გავყვიდე ერთი ვნახო ეს ბილიკი სადამდე მიმიყვანს რა. ძალიან ექსტრემალური გზა არის აქ. აქაც კედელია, ქვის კედელი, ძველი. და მე მგონი წინაც უნდა იყოს. კედლის ფრაგმენტი გამოჩნდა. აქაც სახლი იყო. კი ბატონო. სასწაულია რა. აი როგორ ადგილზე იყო. ნახეთ. აი გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი. მუზეუმი უფრო სწორად. და არის ზევითაც არის. აგერ ზევით აქედან ჩანს. ერთ-ერთი მიტოვებული სოფელია, სადაც სამანქანე გზა არ არის. აი რამოდენიმე სახლი ჩანს. ქვევით ხით არის. იქიდან აი ეს ადგილი კარგად ჩანდა და იმიტომ დამაინტერესა. მოსულიყავი აქ და მე ნახე რა ხდებოდა. სახლი ძველი ოდესღაც აქ ამ სახლში ცხოვრობდნენ ეგერ და ეხლა როგორ არის გაპარტახებული და დანგრეული. მაგრამ ადგილი არის ძალიან საინტერესო და
კარგი ადგილია რა. სევიდაც სავარაუდოდ არაფერი აღარ უნდა იყოს. მაგრამ ბილი კი მიდის. აბა გავუყვეთ ამ ბილი იქს. რა ხდება? კი, აქაც არის. ძველი ნასახლარები გამოჩნდა. ოი, ჭინჭრები აქ. ძალიან ბევრი ჭინჭრებია. დღესდღეობით ამ ადგილებზე მხოლოდ ძროხები დასეირნობენ. ადამიანი აქ არ დადის. რა უნდა გააკეთოს აქ ადამიანმა? ძველი ღობეებია. აი მე ხა ასეთ ადგილებზე და ასეთ ჰაერზე რო იცხოვრებ ადამიანი და ყოველდღე გიწევს ფიზიკური შრომა. ჯერ მარტო ამ გზებზე სიარულს რამხელა ენერგია ჭირდება. კაი დიდი სოფელი ყოფილა ეს. აქეთაც მიდის, მაგრამ იქით არ ვიცი რა ხდება. აი რამხელა სახლი იყო ზევითაც. ეს არის სოფელი ართოხი. გუდამაყრის ხეობის ერთ-ერთ მაღალ წერტილზე არსებული სოფელი. 1500 მეტრია დაახლოებით ზღვის დონიდან. და დღეს ამ სოფელში არავინ აღარ არის, იმიტომ რომ არანაირი კომუნიკაცია ცივილიზებულ სამყაროსთან ამ სოფელს არ გააჩნია. მარტო ძროხები არიან, მაგრამ ძროხებს ახლა რა თქმა უნდა ინტერნეტი და გზა და შუქი და წყალი. მშვენივრად დასეირნობენ სოფლის აი ამ ბილიკებზე. კარგით, აბა ახლა დროებით ჩაუყვები მე ისევ ქვევით და დავაგრძელებთ გუდამაყრის სოფლების მონახულებას. აბა დროებით დაგემშვიდობებით. თორე სადმე ისეთი გზებია აქ, რომ შეიძლება სადღაც გადავიჩეხო. ესე იგი სოფელ ანთოხში ვიარე ფეხით ავედი, იმიტომ რომ სამანქანე გზა იქამდე არ არის ფიზიკურად და ეხლა ავდივართ სოფელ დუმაცხოში. აი ესეთი ძალიან მაგარი აღმართია. ძალიან ექსტრემალური გზა არის. რთულად ასასვლელი. ჯერჯერობით ავდივართ. ლამპიონები მოდიოდა დენი გაჩერდა. არა, აქაც აი რაღაც კაბელი გადის, ნახე. ხوار წამოვედებით. არა, წაქცეულია ბიჭო ლამპიონი, ნახე, აი, ბაბუ, დაინახე. იმიტომ იყო გზაზე ეგრე გადმოჭემული, წაქცეული იყო. ამოვედით, ბაბუ, მე მიეძალე. კი. აუ რა მაგარ ადგილას ამოვედით, ნახე. აქეთ წამოდი საერთოდ. აი ეს ლამპიონები მიუღობა რა გზა. ხო, ეგ გზა, ხო. უბავენ ძროხები. შენ ახლა რა მითხარი მე? ახლა აი ამ სახლებში ვიღაცა ცხოვრობს, დავიჯერო. ეს ძროხები ვისია, აბა. ვიძო ვიღაცა რო არის გოჭველი, იმიტომ რომ ლამპიონებია გეკეთები. შუქებია მიყვანილი და არის და შეიძლება ერთი კაცი ცხოვრობს და იმის ყოველდღე როგორ ძროხებს ხომ უნდა ბიჭო, მოწველა უნდა, ყოველდღე პატრონობა უნდა, ვიღაცა უეჭველი იქნება ყოველდღიურად. ნახე სადამდე ადის ეს ლამპიონები, ბოლომდე. ვიღაცა იქნება ხო რა სახლი. ლამპიონები არის, მაგრამ ეხლა აი ეს ნუ ფაქტიურად ლამპიონს. აი ეს ერთი ლამპიონი. ზახლილო ეს არის ბიჭო გზა? ეს არის აბა და მეტი გზა აქ არ არის. ეს გზა იქით უნდა გასულიყო. საით იქით? ეს გზა აღარ არის რა. ხო. აქ არა ჩანს არც ღობე და არც გზა. ხობია. ღობე ჩანს, ღობეში ვერავთ. ესე იგი აქეთ უნდა წამოვიდეთ. ჩვენ ახლა ახალი გზა გაგვყავს ხო ფაქტიურად? არ ვიცი რა. ვიღაცის იმაში შემოვედით. შემოღობილი გზა სახლებამდე რატო არ ვიცი? სახლებამდე აი გზაზე ადიხარ ახლა ეგრე. წინ ხო? სადაუქციეთ გვერდი? არ ვიცი. ეს ალბათ ახალი გაჭრილი აქ მეორე სხვა გზაც იქნება.
სადა რომელ ეს აქ უნდა ავიდე? არ ვიცი. ეს გზა არის ვითომ? ბიჭო, არ მგონი. ადი სწორი ადგილი, ადი. აი, აქ ამოვედი. მე გზა არ არის. ისე მორჩა, სახლებამდე როგორ მივიდეთ? არ არის გზა, უკან ძალი. ძროხებო, თქვენ ხო არიცით საიდან უნდა მივიდეთ? საერთოდ ხემთა დაყვარჩი კაცო. ძროხებს ვეკითხებ, იქნებ გზა იცია. აკეთებს ძროხა ბიჭო. ეგერ არის ანთოხი. ანთოხში ვიყავი კი მე და ეხლა მივალ მე აი ამ სოფელში. რა ქვიებს ამ სოფელს? და დუმაცხოში მინდა სამანქანე გზას ამწუხაროდ ვერ ნახეთ, იმიტომ რომ ისეა დამალული ყველაფერი ბუჩქებში და ხეებში და გზა არ ჩანს ფიზიკურად. ეხლა ფეხითავა სოფლის სასაფლაო არის ეგერ. სოფლის სასაფლაოზე შემოვივli, ეხლა მე ვნახავ რა გვარის ხალხი ცხოვრობდა სოფელში დუმაცხოში და მე ფეხითავა მივალ დავათვალიერებ და ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. ასე რომ დროებით დაგიმშვიდობებით. ნახეთ რა ლამაზი ხეობა. და აქ არის კიდევ ერთი დასახლება. და დასახლების პატარა სასაფლაო. ციკლაური. აფციაური. ქვევითაც აფციაურები. კი, ძირითადად ამ ხეობაში ციკლაურები, აფციაურები და ანთაურები ცხოვრობენ. ცხოვრობდნენ და დღესდღეობითაც ცხოვრობდნენ. იქით არის სოფელი, ხა ალბათ ეს პატარა გზაბილიკი მეუყვება, მინდა ამ პატარა დასახლებაში შევიდე შიგნით და ნახოთ თუ არის თუ ცხოვრობს ვინმე. ტყემასაც გავსენჯავ. აუარებელი უძველესი საფლავის ქვებია. რომელზედაც უკვე ფაქტიურად აღარ ჩანს წარწერები, ისეთი ძველია. ციკლაური. და მე მინდა ახლა სოფელში შევიდე, მაგრამ რაღაცა გზაბილიკი ვერ ავნახე. შესასვლელი. მივადე კი ერთ სახლს. უკრიდან მივადე კი. ჭინჭრებია სულ ანთოხში სულ დავისუსხე ჭინჭრებით და აქაც ჭინჭარი არის ძალიან ბევრი. შემოვედი ერთ-ერთ სახლში. რა საინტერესოა, ბოლოს როდის იყო აქ ადამიანი. აგერ იქითაც არის სახლები, მინდა მივახლოვდე ახლა. მაინტერესებს ახლა ეს ამდენი საქონელი პირუტყვი ძროხები ვისია. ხო ვიღაცის უნდა იყოს, მოვლა ჭირდება ძროხას და ჯერჯერობით მე ამ სოფელში არ შემხვდა. აი რამდენი ჭინჭარია. მე მგონი სავარაუდოდ ეს უნდა იყოს რა, სოფლის აურღობე. ქვევიდან ამოდის, სადაც ჩვენ გავჩერდით. პატარა სასაფლაო არის სოფლის და აქეთ ამოდის ზევით ბილიკი. დენი არის გამოყვანილი. ლამპიონებიც არის. წყაროს წყალი. ბრიცხველები. სამი საათი შესრულდა. ჩემმა საათმა მაცნობა. რა საინტერესო სოფელია. კაცი შულის ჭაჭანება არის მის.
იმედი არ მეშლება სოფლის სახელი დუმაცხო. ჯერჯერობით არავინ არ ჩანს. კიდევ ადის ეს ბილიკი ზევით. დენი გაყვანილია კაპიტალურად თავისი მრიცხველებით. რამდენი ძველი სახლებია. აუარებელი. დანგრეული. აი სადამდე არის დენი სკაბელი გაჭიმული და განათებები. აი ეს რაღაც შენობაა და იმიტომ დენი გაყვანილი. იქამდე ნამდვილად ვერავარ ახლა მე. და ეს არის კიდე ქვევით ქვედამხარე სოფლის. ზევით ავედი. და ეხლა მოდით ქვევით ჩავიაროთ. აი ქვევითაც ჩადის გზა. აი რა ხელა არის სახლი. და რა მაგარად გიზგზია ეს სოფელი. აი ზევით კიდე რა ხელა სახლია. ეს ტენის ბოძი დარჩათ. მე აქეთაც ჩავიდეთ. ეგ ზევით მაინტერესებს. უზარმაზარი სახლი. თავისი ღობე შეღუბილი იყო თავის დროზე. მოვლილი, მაგრამ ეხლა ასე არის სულ. ტყემალი ნახევრად დამწიფებული გავსინჯოთ. იქიდან მოვედით ახლა ჩვენ. აქეთაც არის ბილიკი, ახლა ჩავყვეთ აქეთ ბილიკს. აქაც შედის შემოღობილია ეს ბილიკი მიდის ერთ უზარმაზარ სახლთან სოფელ დუმაცხოში. მაგრამ ბალახიც ძალიან უზარმაზარი არის გაზრდილი აქ. ძლივს დავდივარ. აი კიდევ ერთი სახლი. უკანა მხარეს მივადექ ხმე ამ სახლს. ორსართულიანი დიდი სახლია. აქედან თუ ჩავალ. აუ, ახლა ჭინჭრებია ბიჭო. დიდი ბოქლომი ადევს. აუ, რა საინტერესო დარაბებია. სველებული. ხავა დროხები შემოდიან ხოლმე. ზევით ფრინველები.
ისევ ასე უნდა გავიდე. აქ ვიყავით, შევედით, აი სახლი ვნახეთ, აქეთაც არის კიდევ ერთი ილიკი ჩავყვეთ ახლა ამას. ამბობენ ჭინჭარი კარგიაო, რომ დაგსუსხავსო და ონტრისთვის არის კარგი, არ ვიცი. დღეს ესე იგი ჭინჭრის დასუსხვის პროცედურები გავიარე მაქსიმალურად. ესეც რამ ხელა არის სახლი იყო. ხეხილის ბაღი ქონდა თავისი, ვაშლი, მსხალი, აგერქვევით რამდენი რამხელა ვაშლებია. კაკალი, ყემალი, ჭინჭარი, ჭინჭრის მხალი არა ჩვეულებრივია. რიცხვები დაყენებულია და დაწერილია კიდევაც. ზედ. მაგრამ დენი გათიშულია. სავარაუდოდ. აუ რა მაგარი. საინტერესო გზა არის. აჰა, აქაც შემოდის დენი და ეგერ სახლი. მოკლედ ეს იყო სოფელი დუმაცხო. აჰა, მე მგონი გამოვიდით სოფლის ბოლოში. ოღონდ ქვედა მხარეს. სოფლის ზევიდან ჩამოვიდი ახლა მე სადაც სასაფლაოა სოფლის და ეს გამოვედი სოფლის ქვევით. აჰა. ხო, ნამდვილად. რას წარმოიდგენდი, რომ აი აქ არის სოფელში შესასვლელი. ვერანაირად ვერ წარმოიდგენდი. ეგ არის მეგობრებო, ესე იგი დღეს ჩვენ ნახეთ სოფელი ანთოხი, რომელიც აგერ თის იქით ხარეს არის, ხეობის იქით ხარეს არის, მარჯვენა მხარეს და მარცხენა მხარეს არის სოფელი, რომელიც ეხა დავათვალიერეთ. სამწუხაროდ ძალიან მაგარ ადგილზეა, მაგრამ სამწუხაროდ ამ სოფელი დენიც გაყვანილია, წყაროს წყალიც არის. სახლები, კაი დიდი სახლებია, ეტყობა, ძველი აშენებული. დიდი ბოქლომები ადევს, ეტყობა, ყავს ამ სახლებს პატრონი, მაგრამ დღეს არავინ არ არის ამ სოფელში. ეს არის სოფელი დუმაცხო. ძალიან ლამაზი ადგილია. ესეც ხეობა. ეს არის გუდამაყარი მეგობრებო. ულამაზესი ხეობა. და ესეც არის გუდამაყრის თეთრი რაში. რომელიც ჩემსკენ მიახლოვდება. ასე რომ ვაგრძელოთ ეხა ჩვენ დღეს პრინციპში ორი სოფელი ვნახეთ, სამი. ოდა ეხა ვნახავთ სადმე დავждეთ და ვისადილოთ, თორე ძალიან მოგშვიდა. ხო, ბესო, წავიდეთ რა, მოგშვიდა რა, ბაბუ რა და სადღაც რაღაცა ვნახოთ. აბა დროებით დაგიმშვიდობებით მეგობრებო.